შუადღე მშვიდობის. როგორ ხართ? მე კარგად ვარ. მომენატრეთ. აი დღეს აიხვალ. აი მოიცადე დავისვენებ. და აი ამდენი ხანი გამომეტოვება ხოლმე და მე რაღაცის ძაფი რო დაკიკარგება ადამიანს, ანუ რაღაცას თუ რუტინაში არ ჩასვავ, შენ თავს არ დააძალებ და არ გააკეთებ, მე ეს ხდება ხოლმე. მაგრამ გარდა ამისა, რომ ეს ყველაფერი პლუს ის რომ დატვირთული რეჟიმის გამო ის ერთი დღე როც სახლში ვარ, ხანდახან მინდა ხოლმე რომ დავისვენო. დღეს ასე დასვენების დღეთ გამომიცხადეს ჩემს ორგანიზაციაში. ჩემს სამსახურზე არ ველაპარაკოთ, ყველაფერი იდეალურად არის, ზუსტად ისე როგორც მე ვოცნებობ და წინ კიდევ ძალიან დიდი გზა მელოდება. უბრალოდ აუცილებლად მოვახერხებ ისე, რომ მესამე თანამშრომელს ვიმატებ. მოვახერხებ ისე, მეოთხეც მჭირდება. მოვახერხებ ისე, რომ ავიღო ხოლმე ნებართვა და გადავიღო რაღაცები, მაგრამ ძალიან ბევრ ხალხს ხვდები, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს ვიცნობ. არის გამონაკლისებიც, მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგად არის. დილას გავიღვიძე და ჩემი ფრჩხილები საჩვენებელი ციცზე ფრჩხილი გადამიტყდა და რადგან მე გამაგრებას ვიკეთებ, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია საღებავის მოსაცილებელი იგივე რასტვარიწელი ქართულად არ ვიცი რა ქვია გამხსნელი საღებავის ჟავები ყველაფერში მიწევს თითების ჩაყოფა და ამიტომ აი ესეთი დაგრძელება გავიკეთე დღეს. შინდისფერი ვიყავი და გავწითლდი და გამოვიარე მაღაზიებში ვიყიდე რაღაცები, მოვიმზადოთ სადილით, ცოტა ხანი თქვენთან ერთად იქნები. საღამოს ჩემმა საკუთარმა ეკატერინამ კინოს ბილეთები აიღო თუ თეატრის უბრალოდ ვერ გავიგე, მოდიხარო და მე ვთხარი მე შენთან ერთად ყველგან წამოვალ თქო და ნუ მოკლედ. და იქამდე კიდევ უნდა დავიძინო, იმიტომ რომ გუშინ წინ ღამის 3 საათზე გამოვედი ობიექტიდან, გუშინ მუშაობდი და დღეს ვისწრებ. რახან თევზი ვიყიდე, თქვენ ხომ მოგეხსენებათ, რომ თევზი ჩემი უსაყვარლესი საჭმელია, განსაკუთრებით მარინადი თევზის ქაშაყი დამარინადებული, ამიტომ მოვიმარაგე. შევსურვებდი ნიკორაში და ფასადხმობაში რაც იყო და რაც თავში მომივიდა ყველაფერი ავიღე. ხსნად იყავა შევიძინე. ამის წინ ვთქვენოთ ორნაბიჯი კარწნოიარი, კარწიე, თუ რა ვიცი რაც ქვია, მოკლედ არაფრის გემო არა, აქ ისოცი ვარი ჩათვალეთ, რომ ჰაერში გადავისროლე, იმიტომ რომ გაჩვენებთ რომელი ყუთია ის რაღაც ყავისფერი და ვერდა. იქნება მან გააკეთო შობილოს. რას იყო? შეძლებ შენ? სუფასდათმობის ამბებია. ეს ყველი, რომელიც მე დიდად არ მიყვარს, მაგრამ რახან საჭმელის გაკეთების თავი ამ სახლში არავის არ აქვს. გადაყვიტა, რომ შავპურთან ერთად ეს და შემწვარი კვერცხი ან რაღაც ესეთი მსუბუქი გაგვათენებინებს. მშიერი არ ყოფილი. ესეც ფასდაკლებაში იყო. 1%-იანი და ძალიან მომწონს, თუმცა ამდენს ვერ ვჭამერთ ჭამაზე. აქ არის სამწარი ხაშაყი მამ. ძალიან დიდი ხანია ჩემს სახლში აღარ ყოფილა. უბრალოდ ვერ მოიცალე საყიდლად და წამოვიყვანე. ბევრი მიფუჭდება ხოლმე და გადავწყვეტე, რომ ასე დაიწყო. რა თქმა უნდა, ამის მეგობარი ლინები ჩემი სიყვარული ხალხი იყო წითელი, რომელიც სახახეთში ჩაიწყო, ჩავაფინე და ის უნდა მოვეცალო ფურცლების ეთნები და გადავიტანო. ეს არის ჩემი საყვარელი შოკოლადი, გრილიაში. რომელიც ჩემს გოზინავთან ასოცირდება.
ამას ვჭამ ძალიან დიდი ხანია და უკვე ძალიან მომაგესრა თავი. ეს ჩემი უშაქრო კამფეტები. მიყვარს. როგორც ბავშვობაში ზუსტად ისე მიყვარს. ძალიან ძვირი ხეთა წარმოიდგინეთ. პასტათნობა ქონდა და 33 და 90-ზე იყო კილო და სული. 14 და 36 ძალიან ძვირია. იმისთვის რომ შეიძლება გიყვარს გააკეთო, მე ჩემთვის უარსებობდი ხოლმე ბევრ რაღაცებზე. ესეც პასტათნობაში ყაბელის მოყარული ამბავია. ჰალაპენიოს წვნილი და ეს იყო პასტათნობაში და იქნებ მოერგოს თქო ვიფიქრე და წამოვიღე თუ არა და ისეც იდეალურად მოვხარშა 21 ლარი და 7 ლარზე იყო ჩამოსული. ოპს. ნახოთ აბა. წავიდეთ. წავიდა. აშკარად ჩასარდენი ვარ და საყიდელი. ნახოთ თუ გამოხდეს, ანუ ეს ზომა ესპრესოსი ჩავიდა. აბა იქნებ გამოხატო. ძალიან. აუცილებლად ვიყიდე, იმიტომ რომ 7 ლარი რა არის. ეს არის შაქარი, ესე შეფუთული, თურქულ მაღაზიაში ყიდულობ ხოლმე. აგერ წამოვიღე. წამოვწექი. გაბედნიერება. უბრალოდ ვერ გავრისკე პირველი. იქ კარტოფილი თოხთოხებს. კარგია. 7 და 99, ანუ 8 ლარად 21-ის გარდა. 21-ის გარდა. მაგივრად. შვენიერია. დავალაგოთ. დავიწყოთ თევზის დამუშავება. დაფას გადავაკრა მე ცელოფანი იყო. არ მიყვარს ასუნებული. ჩასუნებული რაღაცები. კარგად და გემრიელად შემიფუთა. ვიწყებ 2 დანით. ეს კამფეტის 5 გამოგვადგა. ხუთხუზები ამოვარჩიე, არა, მამაკი. არა დედალია. მიყვარს პირითი. გაიწევა. ახლა ამას ასე შემოვაბრუნებ და
ყველას გვეცოდინება. მე აქ ასე მოვკიდებ. არ მიყვარს უკვე გარჩეული, თუ ვინმე გიყვართ ეს თევზი და ეძებთ ხოლმე მარტივ გზას, ის არ არის გემრიელი. შენი გარჩეული და ესეთ ნიკოლას ასაწონი ბევრად გემრიელია, ვიდრე დაჭრილი და შეფუთული. შემდეგ კარგად შეისწავლით ესე. აიღებთ პინცეტს და თუ საქმე დაგრჩა თ გამოვცლით. ეს არის გემო. ძლებსაც ვხეჭავ ხოლმე მე. არ ვიკარდებ თქვენთან უბრალოდ. ასე გავაკეთებ. კიდევ 2 მაქვს. რამე სუფთა მაქვს, რომ გავთიშო? კი. თევზი მზად არის. დავჭერი ჩვენი ნაყიდინი. ახალი წითელი ხახვი, ახალი წითელი. ნახო, ახალი არ ვიცი რატომ, მაგრამ ხახვი წითელი. ავიღოთ და გავამზადოთ ახლა მარინადი. აი, ყავაზე მოგიყევით მე მთელი ისტორია რო არის საზისხარი. ყავის მოყვარულებისთვის. შაქარი. ძმარი ვაშლის ცოტას დავიტოვებ. ცოტა ბალზამიკო. წყალი. და გავაკეთებ. და გავაკეთებ. ძალიან მშია. ჩემ გაცემიყო. კაი ყოფილა ეს ცხოვრება მარტივად ხო შეიძლება რაღაც გარისკო. მე რისკზე წასვლა მიჭირს ხოლმე და ჩემ გახიხილ სამზარეულოს რაღაცა შეესხა ხახვის წვენი. ну, აბიდან არის გადასაწყვეტი. თან კარტოფილს გავსინჯოთ, როგორ არის?
უფრო მოხარშული მინდა. შევდებ ანის ნახეთ ანის მოუწოდებ მაგრამ ერთს გავურისკა. ой, ყველა დამწვეული მქონია, ლამაზი ანისის ყვავილი აღარ მქონია. ასე. დაფნის ფოთოლი. და პირპილის მარცვლები. ცოტა მინდა რომ იქბინებოდეს. ესენი გასარიცხად გავამზადოთ. იქბინება. ესეც. აუ, ცხელია. ობიექტის ტესტი ადამიანები. ასე თვალზომით და ასე სწორად გავუჭიროთ. 2 საათის მერე არის უგემრიელესი. მე ამდენი ხანი ვერ დაველოდები, მაგრამ ეს თავის საქმეს იზავს და მეორე დღეს ხალხის მოყვარულები ვერ გადარჩენთ. კარგი, დავიწყოთ. ჩვენ უნდა დავამკოთ აქ. წავედი და დავუბრუნდები. შევუდგეთ საქმეს. როცა გში ადამიანს დამდასწვალობ, იმიტომ რომ ის რაც გიყვარს ჭამო, მე ვთვლი რომ არ არის ნორმალური, თან სამზარეულოც უნდა გავხეხოთ, იმიტომ რომ ისე ვერ დავაგემოვნებთ. მიღებ ასეთ დიდ კონტეინერს. გარეცხილი დაფნის ფოთოლი, 3 ცალი. აქ არის კარდამონი და პირპილის მარცვალი ჩაყრილი და იმიტომ დიქექები ვაშრაშუნებ. ჭრით ვარდისფერ კარტოფილს. იმდენად მოვხარშე, რომ ჩამეშალა. ასე. შემდეგ შავი პირპილი. ხახვის ჩვენი გაკეთებული მარინადი, რომელიც ზად არაა, ყველაფერი გასარეცხი გავხადებ. ავუწყურავ. Jalapenos მწნილი. და
შემდეგ ჩვენი ნაწამები თევზი ბლომად თავარია. შემდეგ ამას მოვკიდებ ხელს კახურის ერთი, რომელიც მთავრდება კაი, იყავი შენც აქ, ამას მოვეფერდი. ძმარი, იმიტომ რომ თევზი გავერცხე. ლიმნები დაჭრილი. დავიწყებ თავიდან. კარტოფილი. დაფნის ფოთოლი. შემდეგ შავი პირპილი. შემდეგ ამას სულ გადავწყვრავ. ხახვის მარინადი. შემდეგ თან ნერწყვი მომდის, იმდენად მიყვარს, ხალხინიოდ დამავიწყდა და ჩავალაგებ. ასე. სუფთა ხელები. ლიმონი. ძმარი. და კახურის ერთი. იმედია არ გავიწუწები. უკვე ვეღარ ვისახეს. შევუდგეთ დავაგებას.
Шокио, уთავსა. Ჭამთ რომ მოვიდა. 4:30 ამ დღესავე. როცა სახში ვარ ლამის ახალთებსაც გადავაკრა ის სტრეიჯი ცელოფანი და ისე მივირთვა საჭმელი. არ ჩერდება. პირველი რაც უნდა დავაგემოვნო ქვირითი. ძალიან მიყვარს. კარტოფილი. მე ასეთ გემრიელ ნოტაზე გემშვიდობებით. კოცნით, ცადეთ. ძალიან გემრიელია, სახლში მომზადებული ყველაფერი. გმობ გამოძახებას. გუშინ სახლში რომ მოვედი ძალიან დაღვრილი ვიყავი და აღმოჩნდა რომ მქონდა ვერმიშელი, რომელსაც ვერ ვიტან და კვერცხი, რომელსაც ვეღარ ვიტან და გამიავა რომ მოდი გამოვიძახებ რამეს და გემრიელად შევჭამო. იმდენად დაფიცებული მაქვს. ერთი თითი რო წამიცდეს, მე ვიცი რომ ვეღარაფერს ვეღარ შევცვლი. ამიტომ სახლის საჭმელი შენი ხელებით მომზადებული. არც თევზის უნი ამდის. გემრიელად ვისადილებ, რაიმე ფილმს ჩავერთავ და დავიცინებ. მშვიდობებით.